კაი, გამარჯობა. მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ, იგივე ლიპარა მოსწავლებელი და დღეს ლიპარასკევებაა ჩვენი გადაცემის დღე. ეს კი დავით წერედიანია, ცნობილი ქართველი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი და ახლა ვართ უშგულში. ტრადიციად იქცა უკვე, რომ შარშანაც უშგულიდან ზუსტად ჩვენი გადაცემა დავით წერედიანის წიგნის წარდგენას მიუძღვენით, შარშან პარაპეტი წარვადგინეთ. წელს კი მინდა რომ წარმოგიდგინოთ თემა და ვარიაციები, ერთ-ერთი გამორჩეული წიგნი მის ყველა რჩეულ წიგნს შორის. ესეთი წანამძღვარი აქვს ამ წიგნს, ჩანაწერს, რომელსაც პატარად მოკლედ წაგიკითხავთ. ოდესღაც სტატია დავწერე, მოკლე მონაკვეთება, თემა და ვარიაციები დავარქვი. მართლაც ერთსა და იმავე თემას უტრიალებდი, სხვადასხვა კუთხითა თუ რაკურსით. ჩანაწერებად მოიხსენიეს, მეორედაც იგივე განმეორდა. შემდეგ ჯერზე თემის ერთიანობისთვის კი არა, დალაგებისთვისაც აღარ მიზრუნია. შევატყვე თავს, ტყუილად გავიწვალებდი. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გავხდი ჩანაწერების ავტორი. აქ კი მაინც ვცადე მათი თემატურად დაალაგება. და ესე თემატურად დაალაგა აქ ჩანაწერები, მაგალითად ვარიაციები თემაზე უცნაური საქმიანობანი, თავისუფლების მოედანი, ვარიაციები თავისუფალ თემაზე, ენობრივი ზიგზაგები, მილიონს ვითხოვ, მარიამობის უქმობანი, გალაქტიონი, ესი ამბავის სპარსული. და არის აქ საოცარი ჩანაწერები, იმდენ სიტყვას აღმოაჩენთ და იმდენი გახაზული მაქვს უკვე ამ წიგნში, რომ ჩანაწერების გაკეთება მომიწევს მეც, რომ კიდევ ცალკე ამოვიწერო და ვისიამოვნო კიდევ ბევრჯერ ამ წიგნით. მე ესეთი ტრადიცია მაქვს, სადაც დავდივარ ხოლმე და მაქვს ხოლმე იმ კუთხის წიგნები და თქვენც გირჩევთ, რომ მსგავსად გააკეთოთ. კახეთში ნანიშვილი წაიღოთ, სვანეთში წერედიანი და ასე შემდეგ. იმერეთში კლდიაშვილი და სხვა. მოკლედ წიგნით სიამოვნება თქვენთვის მომინდია, თქვენ თვითონ იპოვეთ საკუთარი საინტერესო ამბები და ჩვენ კიდევ შევხვდებით ლიპარასკევობაში, სხვა კუთხიდან და სხვა მწერალთან ერთად. აბა, დროებით.